ვიდეოში უნდა დავამბოქსოთ აი ამდენი ამანათი ემუდან, რომელიც არ მახსოვს რა დამიჯდა, ალბათ 1-400 ლარამდე. თუ ესეთი ვიდეოები მოგწონთ, აუცილებლად დალაიქეთ, მე გამომიწერეთ ვიდეო 70000-მდე სახალწლოთ რა თქმა უნდა და დავიწყოთ ეს ვიდეო. დავიწყოთ პირველი ამანათით, რა გავხსნათ ჭიქები. ოღონდ ეს ამანათი იცით რითია განსაკუთრებული? ეს ამანათი გამოვიწერე დაგროვებული კრედიტით, 50 ლარი მქონდა კრედიტზე. თქვენ რომ ჩემი ლინკით გადმოიწერეთ ტემუ, აი ეგ კრედიტები, ლინკი იქნება აღწერაში და მე კიდე გამოვიწერე ხოლმე რაღაც ამანათებს. აი ეს ყველაფერი რასაც აქ ხედავთ, მაქვს მაგ კრედიტით გამოწერილი. ეს ჭიქა ღირდა 12 ლარი. ესეთი ცოტა სხვანაირი ჭიქა უკვე მაქვს, მაგრამ ესეც ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს. ეს ჭიქა ღირდა 9 ლარი. ესეთი ჭიქა ადრე მქონდა და გამიტყდა და ესეთი ორი საყვარელი ჭიქა მექნება, მე ხო სუცი ყოველს ვამხო და მაგისთვის. ეს წესით სამოგზაუროდ გამოვიწერე, მაგრამ სასტუმროებში რომ მივდივარ ხოლმე, იქაც მიმოქვს რა. აუ ესეთი საყვარელი ჩასადები ყუთია. ცარიელი ხილები მოყვება, რომელსაც ავსებთ მე შამპუნით, კრემებით, რაღაცებით. ძალიან კაია და ეს ღირდა 9 ლარი. თან რა მოყვება, იცით? ეს რითიც შეგვიძლია გადავანაწილოთ, რაღაცები, ანუ ამოვიღოთ, ჩავასხათ და კრემები რო ჩააწყოთ ამაში, მოყვება პატარა კოუზი. და მოყვება თავისი სახელები, შამპუნი, კონდიციონერი, ღის კრემი, ღამის კრემი, თვალის კრემი, ყველაფერი აწერია რა. შეგიძლიათ აქ ეს ნაკლეკები დააკრათ. მე ვერ ვაშავები გითხარით ტრიპოდების გამოწერას. ეს პაწუა ტრიპოდი 5 ლარი და 30 თეთრი. ანუ 5 ლარად მეტი რა გინდა მართლა რა. რამეს დავამაგრებან განათებას ან ტელეფონს. ძირითადად არ მჭირდება უკეთესი ტრიპოდები მაქვს, მაგრამ რისთვის ვიცით ესეთ პატარა ტრიპოდს? ხანდახან რესტორანში რომ მივდივარ ხოლმე და ვიდეოს ვიღებ, იმ დიდ ტრიპოდებს ვერდებ და ამას ესე დადიხდა და იღებ. ეს ბალზამი ღირდა 3 ლარი. ალოე ვერა აწერია. აუ, კაი სუნი აქვს. კაია. ბეჭდებს ვერ ვეშვები, მოგიხსენებათ. ოქროსფერი ბეჭდებიც გამოვწერე. აშკარად ისეთია, რომ უეჭველი დაჟანგდება, მაგრამ რო გითხრათ, რომ დიდად მონადებს მეთქი მოვიტყუები რა, იმიტომ რომ ეს ღირდა 7 ლარამდე, ესე რომ საყვარლობებია. ვერცხლისფერები ჯობდა რაც გამოვიწერე. იმას ყოველდღე ვიკეთებ იმ ვერცხლისფერებს და ამათ ხანდახან გავიკეთებ ხოლმე. და ჩემი ვიდეო დაალაიქეთ და მე გამომიწერეთ, თუ ესეთი ვიდეოები მოგწონთ. ძალიან კაი რაღაცები გამოვწერე. ჩემი აბაზანისთვის სასაპნე. და ამაზე ეს ღირდა 11 ლარი ორივე. ოკეი, ამ შვენიერი ხის დეტალები აქვს. ლამაზია ხო? კაკი, მომწონს. გადავიდეთ შემდეგ ამანათზე. აუ, აღარ მახსოვს ხოლმე რას ვიწერა. სადღაც მივდივარ, მე მოვიწყდება, მე ჩამოდის, მიდევ, სანამ მე ვიდეოს გადავიღებ. წარმოიდგინეთ რამხელა საახალწლო რაღაცები ჩამომივიდა. რა მაგარია. აი ეს არის სრულიად საახალწლო შენაძენი. ჩემი ნაძვის ხისთვის, რომელიც არის საკამოდ დიდი 3 მეტრამდე, გამოვიწერე ესეთი ყვავილები, იმიტომ რომ არაფერი არ ავსებს რა იმ ნაძვის ხეს. ყუწები მოტეხილი აქვს ამას, ისინი ღირდა 7 ლარი. ყუწები არ ქონია, რაც არ არის კარგი. ოკეი, ვაპატიებ ამჯერად. შემდეგი გამოვიწერე ადვენტ კალენდარი. ყუთებია და შენით უნდა ააწყო რა, ის გამოსახსნელი არ არის. ეს ეხა რისთვის არის, იცით? სხვადასხვა პრინტით არის. აი ესე ყუთს ააწყობთ, ყუთში ჩადებ საჩუქარს და ყოველდღე გახსნით. აი ნახეთ, ეს ღირდა 16 ლარი. როგორი გია ჩოკოლელია კი. ოჯა განიო. შემდეგი ნაძვის ხის სათამაშო კულავ. ესეთი საყვარლობა ირემია. ეს ღირდა 5 ლარი ნახევარი. კიდევ საახალწლო გნომკები. აუ რა სიცოცხლეებია, ესენს ნაძვის ხეზეა ჩამოსაკიდებული. აუჯი კიდე. ეს სამივე ღირდა 5 ნახევარი. ძალიან საყვარლობა. ლარნაკი გამოვწერე ყვავილებისთვის. აუ რა ხელა. ლამაზია ხო? კარგია, იმედია ჩემო თავს მოხდება. ეს ღირდა 8 ლარი. ხლა რაღაცას განახებს, რასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიხვდებით, როცა უკვე ნაძვის ხეს ავაწყობ. ბადე გამოვწერე საახალწლო ფერებში. ეს ბადე რისთვის მჭირდება, იცით? ნაძვის ხე რო შევფუთო. ანუ ჩემი ნაძვის ხე ლამაზია, მაგრამ რაც არ უნდა ბევრი ბურთი ჩამოვკიდო, მაინც ცარიელია. ამ ბადეებით აბევრებენ ხოლმე და აფუმფულებენ. ხო და მეც ეგრე მინდა რომ გავაკეთო, ეს თითო ღირდა 14 ლარი. აი ძვირია, მაგრამ ეფექტურია რა ნაძვის ხეზე. შენიგი გვაგეთ. მაგრამ მე მგონი უნდა ელემენტი. ოჯი გიწიდი ლალი. აუ ხო, ელემენტი არ უნდა ელემენტი. იდლალი. ვაიმე. იყოს ეს. ეს ღირდა 5 ლარი. შემდეგი კიდევ საჩუქრად გამომწერე, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მიყვარს ესეთი რაღაცები და სხვებს არ უყვართ, ამიტომ შეიძლება ჩემთვის დავიტოვო. ნახეთ რა ლამაზი შეფუთოა. კოუზებია. აუ ეს ძალიან ლამაზია მართლა. კოუზი და ჩანგალია, არა პატალები. ლარი. კიდე გამოვწერე ახალი სათამაშოები ნაძვის ხისთვის. ცოტა პატარებია, მაგრამ მგონია რომ ძალიან მოუხდება. ორნაირია, თავის ბაწარიც მოყვება. აი, ესეთებია. ძალიან ლამაზია, ამის ჭამა მინდა.
ეს ღირდა 15 ლარი. ჩემი აზრით ძვირია. და რაღაც საახალწლოებიც გამოვწერე. დანის სალესი, კარგად გამოგჭრყელი იმათ, ვინც ჩემარხს არ იწერს. ეს ღირდა 10 ლარი. ეს კაი მძიმეა, ეს ამანაცი, ამაში ვნახოთ რა გვაქვს. მოკლედ მეგობრებო, ჩემო ძმებო და დებო, მაფიისთვის გამოვწერე რაღაც ნივთები. ეს ყველაფერი ჯამში 215 ლარი დამიჯდა, მარტო აქ რაც დევს. მაფიის ოთახი უნდა შევავსოთ დეკორაციებით. როგორც იცით, ჯიჯი გახსნა მაფიის სივრცე. ბესარიო ჟღენტის 92-ში. აი ესეთი სივრცეა, ძალიან საყვარელი. თუ გიყვართ ბილიარდი, PlayStation-ის საჭები და ასე შემდეგ, მოდით ითამაშეთ. Fitpass-ი მოქმედებს და თუ გინდათ მაფიაზე ჩაწერა, შეგიძლიათ მარტო იყოთ, შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად მოიწერეთ აი ამ გვერდზე. შეგიძლიათ არჩეულ დროს ჩაეწეროთ და ითამაშოთ. ანუ წამყვანი, რა თქმა უნდა, იქნება. აი ეგ ოთახი ახლა მინდა რომ შევავსოთ. ხო და დეკორაციები გამოვიწერე რაღაცები. რაღაცებს აქ ვიყიდი და ნელ-ნელა გავალამაზებს. ძალიან მიხარია. ბაჯი თუ უყური ამ ვიდეოს რა გამოვწერე. აუ ძალიან მიხარია. დავიწყოთ ყველაზე ეფექტური ნივთით 1000 მლ-იანი ვისკის ბოთლი უნდა იდოს ამაში. იმედია გატახილი არ არის, რომ გული დამარტყამს. მით უმეტეს როცა ჩემთვის არ მინდა ეს ყველაფერი. ვაუ! შვენიერი. აუ რა მაგარია. ხა მე არ გავაფუჭო შენ ჯერმე. ეს არის ჩონჩხის თავის ქალა. მოშეხედეთ რა მაგარია. ეს ღირდა ძვირი. 26 ლარი ღირდა ეს. აუ ძალიან მომწონს. მაგაში ჩავასხამთ ვისკის და დავდებთ ოთახში. შემდეგი გამოვიწერე ფეიკ ყვავილები, ისეთივე ფეიკი როგორც მე ვარ. აი ესეთია. რაღაცაში ჩავდებ და ლამაზად იქნება წესით. ერთი ტოტი ღირს 7 ლარი და რაღაცა. აუ ძალიან კაი რაღაცები მაგ გამოწერილი. გიორგი. აუ რა მაგარია. თავისი ჩამკეტი მოყვება. კოდი რა არის? ვაიმე, ეს როგორ უნდა გავხსნო? თქვენ გული არ გაიტეხოთ მეგობრებო, ამასობაში გავხსენით ეს წკივრი და აღარადროს დავკეტავთ, თორე ეს ღირდა 28 ლარი. შემდეგიც წკივრი გვაქვს. გეგონათ მხოლოდ ერთი წკივრი შემოვიფარგლებოდი. Wrong! აუ რა კაი რაღაცებს ვიწერე. საღოლანო ტო იმინა რა. ანუ ყულაბა არის და თან წკივრია და აი როგორც გინდა გამოიყენებ რა. ძალიან ლამაზია. აუ რა კაი რაღაცები. ძალიან მოწონს. ანუ ხვეთელა. ამასობაში ჯითუჯი და თევზებიც გამოიწერეთ. რატომ? არ ვიცი. ეს ღირდა 18 ლარი. ესეთი რაღაცები ძალიან მიყვარს, მაგრამ ხა ჩემთვის ვერ ვიწერ ხოლმე რა, ჩემთვის ვერ ფლანგავ ფულს და იმისთვის ფლანგავ სივრცისთვის. კიდე σκივრი გამოვწერე, ღმერთო ჩემო. რაც ვინამდე σκივრი, როგორ არ მინდა. აუ რა კაი რაღაცა გამოვწერე. დავიხარიო. ლა კი σκივრია. აუ რა კარგია. ლენკა თავის ორგანიზერები და მე ჩემი σκივრებით. ბედნიერია ეს ღირდა 11 ლარი. კაი, შემდეგი ესეთი კაი ამოხსინგი არ ვქონია. გამოვიწერე ასევე ჩარჩოები. შეიძლება დავხატო რამე და ის ჩავსვა ამ ჩარჩოებში. ნახეთ რა ლამაზი ჩარჩოა. და ამ ჩარჩოებით დავდებ იქ რაღაცეებს. უხდება სივრცეს ფოტოები და დარქნახატები და რაღაცები. აუ ნახეთ რა კაი. ამაში შეიძლება მე დავხატო რამე და ის ჩავდო. ეს ღირდა 17 ლარი ნახევარი. აუ, ამას შეხედეთ. თავისი შტამპი მოყვება. აუ, ერთი კონვერტია. აუ, მე ბევრი კონვერტი მეგონო. წითელი კონვერტი თავისი წერილების დასწერით, აქ რაღაცას დავწერ, ჩავდებ, დავდებთ იქ გაალამაზებს. ეს ღირდა 7 ნახევარი. აუ, მე მეგონა ბევრი კონვერტი იყო და ბევრი წერილს დავდებ მეთქი, მაგრამ ოკეი, არა უშავს. ძალიან კაი რაღაცები მან გამოწერილი. ესეთ რაღაცებს ხო ჩემთვის არასდროს გამოვიწერდი. არადა როგორ მიყვარს ძალიან შულს ამ ნივთების. ძალიან ბედნიერი ვარ თან. კაი, შემდეგიც ესეთი პატარა რაღაცა არის. ეს ესეთი ვინტაჟური დასედები. აქ შეგვიძლია რაღაცები დავაწყოთ ხოლმე უბრალოდ. ძალიან ლამაზია. ეს ღირდა 5 ლარი და მოგიტო გამოწერე. ხო, სიგარები შეგვიძლია დავაწყოთ მაგაზე ან რაღაც. პატარა ჩარჩო გამოწერე. ეს ისე შემიძლია დავდო დეკორაციასავით, ან მე თვითონ გავალამაზო უკან რაღაცა ჩავუსვა. ეს ოქროსფერი ჩარჩო ღირდა 4 ლარი. ეს კიდე იგივე ყვავილები გამომიწერია. ეს ყვავილები 16 ლარი ღირდა, მაგრამ არა უშავს, ახლა იმ ოთახში ბნელი ოთახია და ნაღდ ყვავილებს ვერ გავახარებ რა. ხო და ვიფიქრე რომ ამეებს ჩავდებდი და ლამაზი იქნებოდა. შემდეგი ესეც იაფია და მაგიტო ვიყიდე. პეროსავით დავდებ იქ. ლამაზი დეკორაცია მოუხდება. ეს ღირდა 5 ლარი. და ისე ოქროსფერი ჩარჩო ვიყიდე. ასევე ამ ყვავილებს ჭირდებოდა თავისი ყუთები, ლარნაკები გამოვწერე. აი ამ ყვავილებისთვის გამოვწერე ეს ლარნაკები. ეს თეთრი ლარნაკი ჩემია. ნახეთ! ხალამაზია. ეს ლარნაკი ღირდა 7 ნახევარი და ეს პატარა ლარნაკი ღირდა 6 ლარი. ოჩაღანანო. დინამეზე ფიქრობ ღმერთო ჩემო. რადგან ოქროებზე და კრუჟავოებზე ვართ გაჩერებულები. ოქროს ზარდახშა გამოვწერე. ვისთვის? აქ შეგვიძლია რამე ჩავაწყოთ. მონეტები ან რამე. არ ვიცი, ჯერ წინასწარ არ ვიცი, მაგრამ ლამაზია და მოუხდება.
ძალიან ფიღი და 2 ნახევარი და მაგიტო დამუწერე. ანალოგიურად ესეც ძალიან ლამაზია. შესანახი რაღაცეების, ზედმეტი არასდროს არ არის რაღაცების შესანახად. ესეც 2 ნახევარი ყიდა, ასე რომ ძალიანაც არ გავწეწილოთ. პოლიციელების caution tape რაც არის, შეგვიძლია კარზე გადავაკრათ, ან დეტექტივის დაფას რო ავაწყობ და გავაკეთებ, აი იმაზე გადავაკრათ. მოკლედ, კაი რამე არა. თან მაფია და მკვლელობები ხდება და ვითომ police line don't cross და რაღაც ეგეთი პოტია. ეს ღირდა 7 ნახევარი. აბა რა გამოვიწელე, კიდიანინო? აუ რა პატარა არის ეს? მე მეგონა რომ დიდი იყო ეს რა არის? რა სირცხვილია? ეს ძალიან პატარა. ეს ლალი. აი, ეს ღირდა 6 ლარი. ეს ძალიან პატარა. რამე დიდი სტატუეტკები მინდა რომ გამოწერო. სამწუხარო სტატუეტკები დიდი არ აღმოჩნდა. ძალიან იმედ გაცრუებული ვარ, მაგრამ რაღაცა პატარა ნაწილებს შევავსებთ მაგით. აიმე, ძალიან პატარა. ეს რა არის? ძალიან სირცხვილი. ეს ღირდა 7 ლარი. კაი, დიდებსაც ვიყიდე. ამაზე მას დამადებენ, მაგრამ Godfather-ის საუნდტრეკია. ჩემი აზრით ჯითურჯის მაგრად გავუსწორდება. ეს ღირდა 10 ნახევარი. ჯითუ გაერთობა. და ბოლოს მაფიის ოთახში რამე ძერსკი კალამი ხო გვინდა? ხო და ესეთი კალამი გამოვწერე. მე მგონი ამ კალმის დასადებად მინდოდა ეს თუ რაღაც ესე. არ მახსოვს რა. ამასაც ესე ლამაზად დავდებთ. რაღაცა ესე, ეს კალამი ღირდა 4 ლარი. ეს ამდენი რაღაც გამოვწერე. თუ მოგეწონათ ესეთი ვიდეო, დალაიქეთ და კიდე გამოვიწერ ხოლმე და გავფლანგო ფულს. და თუ ბოლომდე უყურე ამ ვიდეოს, დამიკომენტარე კალმის ემოჯი. ყოცნით.